სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ჯარებს, სხვადასხვა დროშებით ჩაუვლიათ ამ ერთთან. ზოგის სახელი ისტორიაში შემორჩა მხოლოდ იმიტომ, რომ იპყრობდა, ემორჩილებოდა, ანაფასებდა ამ ერს. ერს, რომელსაც წიგნის ხალხად მოიხსენიებენ. წიგნისა, რომელმაც ებრაელებს ებრაელობა შეანარჩუნებინა. საუბრები წმინდა წიგნისა და ტრადიციების შესახებ ყოველ პარასკევს შაბათის შემობრძანებამდე GTV-ის ეთერში. პროგრამას უძღვება რაბი აბრაამ აჯიაშვილი. Shalom lachem. Am Shabbatis parasha არის parashat Tetzaveh. მაგრამ დამატებით ამ შაბათს ქვია Shabbat parashat Zachor. რომელიც შაბათი არის წინა შაბათი ფურუმის, დამატებით ის შაბათი არის ძლიერი შაბათი, ღირსეული, იმისათვის რომ ერთ-ერთი ის დიდებული მიცვა რომელიც გვევალა ჩვენ limchot et zecher Amalek. სანამ Amaleki არ დამარცხდება, არ წაიშლება, მანამდე ღმერთის სახელი და მისი ქისი აქაბოდი არ არის მთელი. დაკავშირებული ეს რა თქმა უნდა მამალკვირეში ეს დიდი სასწაულობა ფურუმის ზეიმი ნესიმენი ფლაოთ რომელიც დამართა კუჩაბერიხომ ბაიამიმაე ბაზემანაზე. ამისათვის მოწვეული არის დღევანდელ პროგრამაში ამ ღირსეულ პარაშა და დიბრეთორები რომელიც ვახსენეთ ჩვენი აღიარებული ცნობილი რაბინი რაბი იაკობ გაგოლაშვილი აჟდოდიდან ბარუხ აბა კვოდარაბ კეთილი რაბი იაკობ სამსე არის ამ შაბათის პარაშაზე რომ შეგვიძლიათ ვისაუბროთ თუ პარაშა თუ მაფტირი მერე შემდეგ ფურუმი და ასე თითო თემა რო ვილაპარაკოთ რა თქმა უნდა ერთი პროგრამა არ გვეყოფა მაგრამ ვეცადოთ რაც შეიძლება შევეტიოთ რომ გარკვეულად ხალხს გადავცეთ დიახ რაც რომ ამ შაბათის ნაწილობრივ შინაარსი პარაშა მერე შემდეგ რა არის დავალება მამავალ კვირის ფურუმისთვის ის ალახოთებიდან ცნობილია ეს მაგრამ გავაცნოთ უფრო მეტად ხალხს რომ და მერე შემდეგ დავასრულოთ კარგი ფირუშიმებით ფურუმზე მეგილათ ესთერზე რა თქმა უნდა წასულ შაბათის პარაშა იწყება ის ერთ-ერთი მიცვა რომელიც დაევალათ ისე შვილებს უდაბნოში ბნიათ მიშკანის აშენება წასულ შაბათში პარაშა წერამს დიახ მიშკანის დავალება როგორ უნდა მიიღოს ყველა მონაწილობა უნდა მოიტანოს საწევარი თერმოთები შესაწირი მერე შემდეგ რა თქმა უნდა როგორ უნდა აშენდეს როგორ უნდა გაკეთდეს რა ზომის უნდა იყოს ყველა თითო ნივთი არა მარტო მიშკანი თითო ნივთები ბეთამიგდაშისა ამ შაბათის პარაშა მოდის ვინც უნდა იმსახუროს ამ მიშკანში ვის ევალება დიახ ამ მიშკანის რომელიც გახდეს მიშკანის მომსახურე არ ვიტყვი ბაყალაბაით მაგრამ რომელიც მოღვაწე დიახ ამ მიშკანის ეს არის არონა ქოენი და რა თქმა უნდა მისი შვილმომავალი მაგრამ პარაშა ხსნის იწყება ვეათა თეცავე ეთ ბენე ისრაელ მოშე რაბინუს ავალებს ღმერთი და შენ მოშე დაავალე იგი შვილებსა ისრაელებისა რომ მოგიტანო შენ შემენ ზაიცახ რომელიც უნდა აინთოს მერე შემდეგ მენორა და რა თქმა უნდა მოშე რაბინუსაც ევალება როგორ უნდა დანიშნოს არონა ქოენი რომ არონა ქოენი გაუძღვება ყველაფერს რაბი იაკობ ჯერ პირველი მოკლედ პარაშის შინაარსი ქრონოლოგიური წყობა და მე რა თქმა უნდა თუ შეიძლება რომ გავიგოთ ეს არის ერთ-ერთი პარაშა რომელიც არ იწყება ვაიომერით ვაიდაბერით იწყება პირდაპირ მიმართულობით და შენ და რა თქმა უნდა ახსენეთ რომ მოშე რაბინუს სახელი რომ არ არის მოხსენებული ამ შაბათის პარაშაში ნუ დიდი შესავალი ვიყო ეს ჯერ ვესალმები ჩვენ პროგრამის ყველა მომსმენლებს მნახველებს თქვენ პირადად რაბი დიდი მადლობა რომ მოგვიწვიეთ ბრავალ წლებს ბრავალ ჯამიერს და გამჩენღმერს ხო რომ ჩვენ იგუდიდან გამოსული იყოს მხოლოდ და მხოლოდ სიკეთე ბედნიერება კაი დარიგებები კაი გასწავლებები ჯამაათისთვის და სულ ჩვენი ჯამაათის მომაღლება და მოდიდება ამენ როგორც რომ თქვენ ახსენეთ ეს ცნობილი არის ყველასთვის ვინც რომ სეფერთორას ოდნათი გერკვია და ოდნათი სალოცავებთან ახლოს არის და დარაშების მომსმელი ვინც რომ არის რომ ამ პარაშაში მართლაც
მოშე რაბენუს სახელი არ არის ნახსენები. ხოლო 18 პარაშა არის სეფერ თორაში, სადაც მოშე რაბენუს სახელი არ არის ნახსენები. ამოშლილია სულ იმ პარაშეებიდან. ბერეშიტის პარაშეებში მოშე არ წერია ვაფშე სულ. ის 12 პარაშა არის. დებარიმშია კიდევ გარკვეულად 5 პარაშა, აგერ არის კიდევ პარაშათეცავე, მთლიანად 18 პარაშა, სადაც რომ მოშე რაბენუს სახელი არ იხსენება სეფერ თორაში. მოშე რაბენუ ის მოშე ბრძანდება, რომელმაც რომ აკადოშ ბარუხუს თხოვს, როცა ისრაელმა ცოდო ჩაიდინა ყეგელის და გამჩენის წინაშე ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა ჩვენმა მამა პაპამ. შეცვალეს ვაიამირუ ქევოდ ელ ბეთავნით შორ ოხელ ყესევ. დაწერა დიდმა დავიდმა. შეცვალეს უფალი დიდი უფლის ქაბიახოლ ქაბოდი სიპატიოსნე მსახიერობაში, რომელიც რომ გამოიხატებოდა ხბოთი, რომელიც რომ ჭამდა თივას. ესე იგი, სად გამჩენი ღმერთი, სად ხბო, სად ის, სად ეს. ოხელ ყესევ. გამჩენი ღმერთი შეცვალენ ქაბიახოლ ვაიამირუ ქევოდ ელ. ამარა זה החלפה. ყველა მისის რა არის დღე change, ამარა შეცვლა, ფულს რო შეცვლი, დოლარს რო ისრაელის ფულზე გადაიტან თუ სხვანაირად. ვაიამირუ შეცვალენ, გამჩენი სიპატიოსნე ამ ხელა დიდება, რაზე გადაიტანენ? ამაშიც იცოდეთ ყველამ, რომ ჩვენი მამა პაპაც ასეთი დაბალი დონეც არ იყვნენ. და რა იყო აქ აზრი? მოდი ესაც ავსნოთ. რა ქონდა? სოდით რო ადამიანი ცოდოს ჩაიდენს, იმასაც რაღაცა აზრი მოსდევს. თუ ახლა დაცემამ რაფერ მოხდა? როგორ, სიდან, როგორ, რაფერ, ამ ხელა დიდი შეცდომა როგორ? ხოლოდ აზრი ეს არის. საერთოდ ძველი ერები, მით უმეტეს მიცრაიმში, ეგვიპტეში, დიდი მცოდნე ხალხი იყვნენ და ემსახურებოდნენ ბუნებას. ბუნებიდან იგებდნენ ბუნების სიღმეს. ჩამწუდარი იყვნენ ძალიან ღმად, რა ძალა მოდიოდა ამ ქვეყნად, ამ სოფლიოში, რიდან მოდიოდა რა და რატომ რა ხდებოდა, რომელ დროზე ეს იცოდნენ, სიდან ვარსკვლავების დახედვით. ასტრონომია ესმოდათ სასწაულად. ხედავდნენ, უყურებდნენ, იმის მიხედვით ბევრ რამეს აკეთებდნენ. ეგვიპტიელები ეთაყვანებოდნენ ცხვარს. რატომ ამოირჩიეთ ცხვარი? იმიტომ რომ ცხვარი იყო პირველი მაზალოთებში, ბედებში, ასტროლოგიაში. აკადოშ ბარუხუ უბძანა საისრაელოს. ესენიო ცხვარი თაყვანებიანო, რადგანაც რომ ბუნება წამთ, დაიციან რომ ბუნებაზე სუნთლობს ცხვარი ყველაზე მეტად ცხვარის ბედი. აიყვანეთ ის ცხვარი დაკალით, უჩვინეთ ეგვიპტიელებს რომ სხვა ძალა არსებობს, ცხვარზე დიდი, ბუნებაზე დიდი, ბრძანდება კი გავოა მეალ გავოა შემ, უფალი ბრძანდება მაღალზე მაღალი. ხლა როცა ეგვიპტედან გამოვიდა ჩვენი მამა პაპა, აგერ თორას ღებულობენ, დაუმტკიცდათ რომ ბრძანდება მაღალი ღმერთი. მოშე გაქრა თავიანთ ანგარიშით, საწავიდა მოშე. ანგარიშენ 40 დღე გვითხრა ჩამოვალ, არ ჩამოვიდა, თავიანთ ანგარიშით შეცდნენ, მაშინ უბრუნდებიან რას? თუ ჩვენის გამჩენი ღმერთი ზალა არა გვაქვს, ის კაცი რომელიც იყო შუაში, გაქრა მოშე, მოდი დაუბრუნდეთ ბუნებას. მოდი დაუბრუნდეთ ჩვენ ძველებურად, ვისაც ვეთაყვანებოდით. მაგრამ ის ბუნების ზალა, ცხვრის ბედი მოკლა გამჩენმა. გადახედენ ვარსკვლავებს, რომელი მოდიოდა შემდეგი ბედი, მაზალოთებში. ეს იყო ხბო. ხბოს ემსახუროთო. ამიტომ აიყვანეს ხბო. დაბლა ხბოს კი არ ემსახურებოდნენ. იმ პირუტყუ კი არ ემსახურებოდნენ, ეთაყვანებოდნენ, რომელიც რომ ჭამდა თივას თუ ბალახს. მაგრამ რასაც წარმოადგენდა ზეითურ ძალებს, იმას ემსახურებოდნენ. აი ეს იყო მაგადი გაგება. ამას ემსახურებოდნენ. აინტერესებდათ ეს. გავაკეთოთ რომ დაუბრუნდეთ ჩვენ ძალასაო.
მოშე რაბენუს გამჩენი მოახსენებს მოშე შენ მაშინ მინდებ ხარ შვილო სანამდეც რომ შენიერია მაღალი სანამდეც რომ ისრაელი მინდა შენც მინდებ ხარ თორა შენაში მინდებ ხარ თუ ისინი დამნაშავეა ჩემთან ლეხრედ ჩადი შენ მოშე დაბლა კიში ხეთყამეხა რადგანაც რომ გააფუჭა იმერმა რომელიც რომ შენ ამოიყვანე მიცრაიმისაგან დადგა მოშემ გამჩენთან ლოცვით დაიწყო ლოცვები ქვეყანა ლოცვები ხატა ამაზე ხატა გედოლა შეცოდა მერმა დიდი შეცდომა დაუშვენ ლოცვილობს მოშე რო არაფერი გაუიდის მოშეს გამჩენს თხოვს მოდი უფალო შენ მე ამანათი ჩამაბარე ესერი ხო თუ არ გინდებ ხარ თუ არ გინდა ესერი არც მე მინდა რომ დარჩე ამათთან შენ თუ არა ხარ ჩვენთან არც მე ვარ ამათთან შენ თუ ესენი არ გინდა არც მე დამტოვა ცოცხალი ვეიმჰაინ მეხენინა მისიფრე ხაშერ კატავთა წამშალემე იმ დაფტრიდან იმ სეფერთორიდან რომელსაც რომ შესწერამ არ დაიწერო ჩემი სახელი მოშე და 1000 მოშე წავიდეს და ისრაელის ჰერი იარსებებს დაიქნება კადოშ ბარუხუმ მოშე რაბენუს სიტყვაში დაიჭირა ასეც იყოსო შენ წაგშლის სეფერთორიდან ცოცხლების დაფტრიდან წაიშლები მოშე და ის ხალხი სანაცვლოდ ისრაელი დარჩება ცოცხალი ამიტომ 18 პარაშაში მოშე არ არის ნახსენები ხაი პარაშა ხაი მოშე სიცოცხლე წერტვა ვითამამითი შენ თქვი რომ მე წავიდე საქაფროთ საისრაელოსთვის სიცოცხლეს წაგართმევ რა იყო წართმევა სიცოცხლის ხაი 18 ანგარიშით პარაშაში 18 ადგილზე სეფერტორაში მოშე არ არის ნახსენები და მათ შორის პარაშათ ეწავე ვეათა შენეგერიშინი წერიაკანა რა არის შენეგერიშინი ტაყამი სეფერთორის ჩვენ რაბები როცა სეფერთორას ვკითხულობთ იქ ჩვენ მუსიკანტები კი არა ვართ დირიჟორი კი არა ვართ რომ დაუკრათ დაუწიოთ ჩვენ რაფერაც გვინდა ჩვენ აქ ვიწერავს თორა როდის არის ასაწევი როდის არის ჩასავალი დაბლა უნდა დაუწიო ხმას როდის უნდა დაუკიკინო კარგად უნდა სიმღერა მისცე არის ხო მაკაბ კატანი ხო არის ფაზერ გადოლები ვეხენ მაგრამ აქ არის შენეგერიშინ ვეათა ორი გაგდება ქართულად გადავიტანოთ შენეგერიშინ ორი განაგდები ვინ არის ერთი ისრაელის შვილი მეორე მოშე იმის მაგივრად რომ ისრაელი უნდა გემეშვა გემეგდო და ესერი უკვე დემეტებინა რომ ბუნებას ესუნთლა ამაზე მოშე სამაგიეროთ შენ ხო აიღე შენ თავზე შენ ახარ მეგორაში პარაშეებიდან იქნები რამოდენ ადგილიდან გარეთ დადგები შენი სახელი არ დაიწერება მაგრამ ბძანებს რაბი მოშე ალ-შეხი სადაც წერია სიტყვა ათა ყველგან შებრალებაა בכל מקום שכתוב אתה, ברוך אתה השם. იგურ თხოს გამჩენო შენი სახელი. ათა, მიარშევა לך ეს კაბალის ელემენტებია. მაგრამ ეს ცოტა ბარუხ ჰაშემ ხასიდუთში გარკვეულებით ზანდებით, სადაც წერია ათა, ყველგან არის შებრალება. დამამტკიცებელი ათა, თაკუმ თერახემ ციონ, თიბნე ხომოთ იერუშალაიმ. ეს არის ამ ფასუგიდან მოდის ეს სეკრეტი, რომ სადაც არის ათა, ყველგან არის შებრალება. სადაც მოდის ვავი, ყველგან არის სიცოცხლის ნიშანი. ამიტომ ვეათა, ვავიც წერია და ათაც წერია. შენ თუ წაგშალე სეფერთორიდან, შენ სეფერთორაში წერი ხარ. შენია ეს სეფერთორა. აქ წაიშალა 18 პარაშეებში, მაგრამ ადგილი არ არსებობს სოფლიოში, სადაც სეფერთორა გამობრძანდეს და ხალხმა თითით არ მიუთითოს და დაიზახოს ვეზოთა თორა აშერ სამ მოშე რაბენო არ ვამბობთ ვეზოთა თორა შენათან აშემ ამბობთ აშერ სამ მოშე სამეტნავშო სული შესირა თავის ნეშამა ჩაბარა საისრაელოს
ამიტომ შენ გეკუთვნის მოშე ნოცერთენა იოხალფერია შემნახველი ლეღვის ხის ის არის რომელიც პირველად სარგებლობს ლეღვიდან პირველ ნაყოფიდან ამიტომ ეს არის მიზეზი რატომ იწყება ეს ფარაშა ვეათა მიუხედავად იმისა რომ ვიცით რომ ეს ფარაშა არის არონა ქოენის ფარაშა თლიანად თავიდან ბოლომდე წასულ ფარაშაში ფარაშათი რომა წავიკითხეთ როგორ უნდა აწყობილიყო თელი მიშკანი თელი მშენებლობა კურს როგორ იყო თავის თელი წყობა შიგნითური ჭურჭელი კესავოთავ ადანავ ბერიხავ ამუდავ როგორ კეთდებოდა ყველაფერი ჭურჭელი ყველაფერი ეს შემდეგშიც მოდის ფარაშებში ამ ფარაშაში მოდის მარტო რაც ევალება არონს რა ევალებოდა არონს შიგნით მიშკანში ბეთამიგიდაში მიშვილებს სანთისანთება პირველი იყო მუშაობა მათი სანდელ საათიდან გამჩნდნენ მენორათ იწყებს დაავედრე ისრაელის შვილებს მოუტანეთ აარონა ქოენს წმინდაზეთი რომ აარონმა დაანთოს აარონმა მოიტანო შენ წინაშე მერე შენ ვეათა აკრებელე ხაით აარონ მიიხლოვე შენი ძმა აარონი რატომ აარონი შორიდგა აარონი შინოდა მეო როგორ დავკლა ყეგელი ხბო გამჩენ მივართვაო რომელი ხბოც გუშინ წინ ბოდიში ამის წინეთ გამჩენთან კი არა ყაბოდაზარას მიართვენ და იმას ეუნებოდნენ ელელო ხა ისრაელ შენ მაძმა მისართქვას რომ მე შევწოდე გამჩენთან მეც ვიყავი გარეული ასე თუ ისე ხონდა არონა ქოენს ამნაირი გზნობა შეცდომით ხონდა ხო წერია პირდაპირ თორაში რაში აკადოს სიტყვე მიდრაშიდან დადგა ბოშ ვენი ხლამ შერც ხვენილი და გაწმილებული იყო არონა ქოენი გვერდზე იდგა არ მიახლოვდა მის ბეახ გამჩენი ავედრებს ეუნება მოშეს ვეათა აკრებელე ხა შეუცდომარი არავინ არ არის ყველა ვწდებით ყველა ადამიანი ვწდებით არ არსებობს კაცი კაცმა თქვას რომ კრისტალი ვარ ბროლი ვარ ყველა დასწრილი ვართ ბასარ ვადამ ენადამ ცადიკ იაყასე რაფერ წერია ტოველო ეხეთა ყველა ვწდები ამიტომ რაფერო ამბობ ჩვენე მოგვიდი ყამიდაში ვკითხულობთ რაბი ყამიდაში ის მე დაგვირებით ჩემი დაგვირებით თქვი აშიბენო აშემ ელეხა რაფერო ამბობთ დაგვირდი აშიბენო აშემ ელეხა ვეკარებენო ლეთორათეხა ყაბოდათეხა რა ვერ გავიგი ჯერ პირველი თორა გვასწავლე კარგათაო მერეო შენ ყაბოდას მიგვახლოვე კარგათაო და მერე ვეახაზირენუ ბიჩუვა შელემალეფანეხა რას ნიშნავს ეს სიტყვები ჯერ გამჩენთხოვთ რომ რიბონა შელყოლა მიგვახლოვე გვასწავლე თორაო და მერე შენ სამსახურთანაც ახლოს ვიყოთო ნეტაიო გაგვხადეღინსიო მერე დაგვაბრუნეთ ეს შუვა შელემაზეო იმიტომ შეიძლება ადამიანი თორაში იყოს ღმათ შეიძლება გამჩენით სამსახურში ღმათ ღედაღამე თორა იკავოს ხელში თელი მიწაიკითხოს თავი ურტყას კედელ ლოცვილობდეს 5 ჯერ არა 3 ჯერ 5 ჯერ დღეში იმასაც ჭირდება თეშუბა გამოწარე თეშუბა არ არსებობს ადამიანი შენ კიდე შორ იყოს შორ ვართ შეიძლება შორ ვიყოთ შეიძლება თორაში მაგრები ვიყოთ ზოგი მაგრამ გამჩენს სამსახურთან ნაკლებად შეიძლება გამჩენს სამსახურშიც მაგარი იყო მაინც შორ ხარ კიდე თეშუბასთან რომელი ადამიანია შელემა იმიტომ წერია ამიტომ თეშუბა შელემა უნდა იყოს თეშუბა შელემა ამიტომ მოახსენებ საკადოშ ბარუხო მოშეს აკრებელე ხაიტარუნა ხიხა მიიხლოვე შენი ძმარო მიახლოვე გამჩენთან ნუ დატოვებ გვერდზე უთხარი რომ ეს არის ბუნება ყოლამი ასეა გაჩენილი მაგრამ დადექი არონო გამჩენებს სახურე არონი წერია არონის შვილები წერია შემდეგში რა პირველად გამჩნდა რა უნდა მეეტანათ პირველ მუშაობაზე ხინუხ აკოანიმ აქედან სწავლობენ ყველა ქოენი რო დაიწყებდა მუშაობას რა უნდა მეეტანა გამჩნდა ძღვენი ძღვენელ პარაშიდან არის ასე წერავს რამბამი გემარამას ხეთიომა მენახოთი ზებახიმშია პეროადგილებზეა ამას ქვია ხანუკათა ქოანიმ ამის სუგი არის თალმუდში და რა უნდა რა მოაქონდა ქოანიმებ ეს არის მინხათ ხინუხ კარულეზე მინხათ ხინუხ ესე იგი ძღვენი რო აკეთებდი ხინუხ შეჩვევის რო ეჩვევოდი გამჩენის სამსახურ რო ეჩვევოდა ქოენი ეს ისწავლება დღევანდელ ფარაშიდან თქმა უნდა მანამდე სანამ ვეაკრებელ ეხა კორბანს მიიტან და მიახლოვდა ჯერ რა თქმა უნდა რამდენი ტასაცმელებით იყო შემოსული ეს ყველაფერი ეს ყველაფერი შემდეგში დამატებით რითი დამადლიან და არონა ქოენი მიახლოვე რა უნდა ჩააცვა რა უნდა დაადვა რა ქუდი უნდა დაიხუროს ყველაფერი შემდეგ სტელი ფარაშა ამაზეა რაბი აკობოდიში
თქვენ ალშიხის ფილუში ახსენეთ ღრესული ფილუში ვიათა თეცავე და არის საკერთეთი ფილუში ხასიდუთი ახსენეთ რაბი ხსნის ერთ-ერთ ახსას რომ ვიათა სახელზე ზემოდგავ ზეაც მიუთო ადამიანს თუ ერთ მეორეს პირადად შენ მიმართავ თქვენ ეს არის კავანა ეს უკვე რა ხომ ეხანონ ეს არის რაბუშალშეხის სიტყვებია ზუსტად არის დალაგადოს სიტყვებია სადაც წერია ვიათა ეს უკვე მეტი არის უბრალოდ სახელზე ეს არის იუტკეი ვავკეიზე მეტი ადო გამჩესაღრობას ვიათა სადაც არის ათა თაკუმ დრაღმციონ სულ ზემოთ არის შებრალებაზე შებრალება იმიტომ თქვი თუ დავგვირთ სიტყვაში რომ იმიტომ ვიწყებთ ყველა კურთხებას ბარუხ ათა აშემ სანამ გამჩენსახედ რატო თქვი ეს სიტყვა წაღანა ეს იყო რომ გამჩენსახედ სანამ ვამბობთ ჯერ ათა ეს მეტი არის კიდე ეს უკავშირდება ზუსტად ეს პროგრამა გადის მოშე რაბინუს დაბადების დღე და აბრძანების დღე ზაინ ადარი და რა თქმა უნდა სახელი ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ კაროჩე დღე არის რომელიც ზაინ ადარის დღე სასწაულია ნუ გემარა ეს განთქმული გემარა არის კიდუშინი 38% პირველი გვერდი გემარა ბრძანებს 7 ადარში დაიბადა მოშე 7 ადარში აბრძანდა მოშე დადგინა თალმუდმა და მოყავს გემარას ანგარიშა კიდევს იკავ კი თალმუდი ყველაფერს ამის ხეშბონა აკეთებს და როგორ დაგწებულია მისპარია მეხამალე ვეხულე ცადიკი მე მალე შენოთე განთქმულია იადუაღი არის ესე იგი დღევანდელი დღეც სასწაული დღე არის იმიტომ ეს დღე მიღებული იყო სხვადასხვის რაბი მინაგები ხანდახან კაია რომ ჩვენ ჯამად გავახსენოთ ერთი მყავდა ჯამაათში ცხონება მისის გან მე მიყვარს იმის სულ ხნიერ ხალხ ფეხზე უდგები ზوارის სიტყვებია ზوارის სადაც ხედავო მოხუცებულობასაო ფეხზე უნდა დადგეო მიფენესევა აგუ ლამა რატომ და დაუდგეთ მოხუცებულ ხნიერ ადამიანს ფეხზე მეტი შენზე მეტი გამოცდილება აქვს ვინც არ უნდა იყო დიდი რაბიც რო იყო ნასწავლიც ხნიერი კაცი პატიოსანი კაი სახელით რაცხოვრები რო შემოვა საროხებში იღებული უნდა წამოვდგე ფეხზე ეს არის ალახა ფენესევა თაგო ლამა კი არ ბეზიკნაოსა ეს კაცი როცა ახლა ახალგაზრდა რაბი ვიყავი ახსოვს პირველ წლებში ცოცხალი ბრძანდებოდა რომ მოდიოდა ეს რიცხვი ზაინ ადარი 7 ადარი წინა შაბათ რო აცხადებდი მინაგები ჩვენი როგორ შეკალიმი ესენი ყველაფერი აცხადებდი დაიყვირებდა დაბლიდან ზაინ ადარი არ დაგავიწყდეს რაბი თაყანითობა მოშე რაბენუს დღე თაყანითობა ესე იგი საჩხერელი იყო იუდა შალელაშვილი იუდა შალელაშვილი წამოდგებოდა და არ დაგავიწყდეს თვალში ვერ იყურებოდა საწყალ ბრმაკაცი იყო თებისინიჭდა და ზაინ ადარი არ დაგავიწყდეს მარხულობის დღე ესე იგი მარხულობდნენ ჩვენთან მარხულობდნენ შულხან არუხშია მოყვანილი პირდაპირ სიმან თაფკუფეი პირდაპირ მოყვანილი პირდაპირ წერავს 580 თავზე შულხან არუხში რომ მინაგი იყო ჩამოწერილია დღეები როდის მარხულობდნენ ერთ-ერთი აღნიშნული არის ზაინ ადარი ახლაც არის ხებრაკადიშები აქვს მინაგი ხოლო მე ვამბობ ჩვენი მინაგი იყო ჩვენთან ხალხი ახლა მე ვიცნობ დღესეც რამოდენ გარკვეულ გამჩენმა ვიცოცხლოს მამაჩემის თავი და კიდე ასეთები დღევანდლამდე მარხულობენ ზაინ ადარის დღე მარხულობის დღე მინაგი ქონდათ ასე როგორც ყერებროს ხოდეშ იომ ქიპურკატან რამდენიც არ უნდა უთხრა არ შეგიძლია დღეები გამორჩეული დღეები იყო მარხულობდნენ ესე იგი ზაინ ბიადარი მოშერებულს დაბადების დღე გადაცვალების დღე ზوار კითხულობდნენ კიდე აბრძანება ყველაფერი თავისი სედერი ქონდათ ემეთ ყველაფერი ამიტომ მაინც მოშერებულს გადაცვალებასთან კიდე ამიტომ დავუგვირთ სასწაული როგორც თქვენ აღნიშნეთ რა ის ახალი არ არის ხიდუში არაფერი არ არის აქ სასწაულია რომ ყოველთვის ეს პარაშა თეცავე სადაც მოშერაბინუ არ წერია ესე იგი იმ პარაშებში შუა სადაც მოშეზეა სულაპარაკი თელი შემოთის პარაშებში მოშე არ წერია ამ პარაშაში გამოტოებულია რადგანაც ეს დღეები ყოველთვის სეფერტორას რო გითხულობთ ამ წაკითხვის პერიოდში ხდება ყოველთვის ზაინ ადარი ხო ესე კითხულობ ამ პარაშას მოდის ზაინ ადარი მერე შემდეგში ყოველთვის ყოველ წელიწად პასტაიანად რომ გეუნება ამ დღეებში იყო მოშე რაბინუ გაქრა როგორც სეფერტორაში გაქრა აღარ არის ასე იყო მოშე რაბინუს გადაცვალებაც მაგრამ მე კიდე ერთ რაღაცას ვიტყოდი ხანა ერთ რაღაცას ვიტყოდი წაკითხული მაქვს რაღაცა ძველად დიდი რაბების ნაწერებში სადაც მოშე რაბინუ არ არსებობსო მოშე არ არისო
იქანაო მიხეილი გამოჩდაო. რას ნიშნავს? რას ნიშნავს ეს? სასწაულია. ამის ფირუში. მოშე რაბენუ მაგალითად არ წერია პარაშათეცავეში. მოშე არ წერია. ხლა რო აიღო მოშე რაბენუს სახელი მოშე და შემსებულად რო წეროთ. მემი აიმსება მემით. შინ აიმსება იოდ ნონით. და ბოლოში ჰეი ალეფით. ესე იგი ეს დამალული რომელიც არ არის გამოჩენილი მემი შინი ეი გამოჩენილია. მაგრამ შიგნიტური მემი იოდი ნონი და ალეფი გემატრია 101 გამოდის. რომელიც არის გემატრია მიხაელი. სადაც მოშე არ არის, იქანა მიხაელი არის. ესე იგი სადაც მოშე რაბინო არ ბრძანდებაო, არ იყო, მაშინ მიხაელ ამალახი გამოგზანა გამჩენმა რომ ხელმძღვანელობა ჩაუდარე ჯამაცაო. სასწაული არის ეს. დაუგვირდი რომ 101 პასუქი არის ამ პარაშაში. პარაშა თეცავეშია ზუსტად 101 პასუქი. 101 მიხაელი. ესე იგი მიხაელი წერია თუ არ წერია პირდაპირ წერია რემეზით პასუქებით სადაც მოშე არ იყო მიხაელი გამოჩნდა. ხა დაუგვირდი კიდე ერთ სასწაული. მოშე რაბინო აბრძანდა ვაი აღარემოთ მოშეყევე და შენ იოშუა გაუძლდა. ომი იწყება 31 სახელმწიფო ქენაყანი არეულია ჯამაათი ანჯაღებული მინდა ვკარგეთ მოშეო რას მოგივლის იოშუაყიო საწყალი იოშუა ცოტა გაუძლდა. აი ზე გავიდა 336 კაცი დაიღუპა აკანკალებული იოშუაყი. დიდი ცუდი პერიოდები გაიარა. მაგარია, კაცი რომელიც მანიგობას იწყებ. პირველ ნაბიჯებზე. ამხელა კაცი შემდეგ. მოშე შემდეგ კაცო, კაცი მანიგადადგები კაცო. იოშუა შეშინებული. დამატებით კიდე რა სადგა. და სადა კიდე? აგერ საუმბრად შეიყვანო ჯამაათი, უნდა იომო. ამხელა გადატეხვა იყო იოშუაღისთვის. თვალი გაიხილა იოშუაღმა და დაინახა ანგელოზი იყო დამდგარი. ანგელოზმა დაუწყო ლაპარაკი იოშუა. ეუნება ვინახარო შენეოდა არ შევალახა თელ ფირუშებში თოსფოტია დუა ყველაფერი აწერა მას მიგილაში არ შევდივარ ამაში მოკლედ სარცევა შემანი მე ვარ გამჩიდან გამოგზანილიო რა ხქია სახე მიხეილ ამალახი ვარ მეო ესე რადგანაც მოშე გაქრა გამჩენმა მიხეილი გამოგზანა ესე იგი სადაც მოშე ხარში რომ მოუდგეს ხარში მოუდგა იოშუა გავიდა საუბრად გამარჯვება როგორც მაშინ იმარჯვებდა ჩვენი მამა ბაბა ისეკრას გამჩენმა რომ ესეც გაიმარჯვა ჩვენმა საისრაელობა მე ირაცონ რა წერია თორაში მკითხულობთ იქანა აპტირებში რახავი ეუნება მერაგელიმებს რა სიტყვებით ეუნება კი შამაყნუ ქიობი შაშენ მოვისმინეთ რომ გამჩენმა გამოაშრო ამ ხელა მეწამული ზუხა თქვენ წინაშე რა ხალხი ყოფილხართ სასწაული შამღუყა მივირგასუნ ჩვენ სახე რო ისმენდნენ კანკალობდნენ ქნას გამჩენმა დააბრუნოს ის ხილახაზ იოშუა პელაშე ისალა დაგვიბრუნოს აზნივალო ირაცონ ასე დამგვარად მოშე რაბინუს პარაშა არის ყველა მხარედან თუ არონა ქოენის პარაშა არის აგერ მოშე რაბინუს გადაცვალების პარაშაც არის და იმ უწმინდურმა ამანმაო ხო დავაკავშიროთ ესეც და გადავიდეთ შევდება პურიმ გადავიდეთ ხო პურიმ ამანმაო როცა მოინდომა ის საისრაელოს ცუდი ბევრი ანგარიშები გააკეთა რომელიც ხი ერჩია თო მაგენიც ეთაყვანებოდნენ მსახურებოდნენ ტება ბუნებას მაზალოთებ გააკეთა ბევრი კენჭები ყარა არ შევალეხლა არ შეხის ფირუში რა იყო იკენჭის ყრა იმამის პარი იადუაყია ყველაფერი გამოვიდა აგაგი ალებ გიმელ 1 3 3 მოკლედ თელი ეს ყველაფერი ცნობილია მაგრამ როცა კენჭი ყარა და რიცხვის არჩევა უნდოდა დაინახა ყველათვეს რაღაცა მიზეზი უნახა რომ იმ თვეში ამერსაო ვერ შევეხებიო ძლიერები არიან რაიმე ძალა უდგეთ აგრები არიანო ამ თვეში ასე მოხდა ამ თვეში ასე ხდება ეს ამ რიცხვში იყო სასწაულები დამართად გამჩენმა სანამ მოვიდა ხოდეშ ადარზე რომ მოვიდა ადარზე დაინახა მოშე რაბინუს გადაცვალება აი სადაც მოშე აბრძანდა ამათი მაზალი ბედი დაბალი არისო და ახლა მიუდგებიო იმ უბედურ რომ არისო და მოშე თუ აბრძანდა ზაინადარში შვიდადარშიც დაბადებული იყო თუ იყო გადაცვალების დღე დაბადების დღეც იყო თუ იყო მაზალი დაბალი გადაცვალების დროს მაზალი მაღალი კონდა საისრაელოს მოშეს დაბადების დროს ასე რომ შეცდა მან არაშაღი მოდის ეუნება ახაშვეროში ეშნოყა მეხად მეფუზარ უმფორად ბენაღამიმ ბეხოლ მედინოთ მალხუტეხა არსებობს ერთიერი ერი რომელიც რომ დილით ამბობს საღამოთი მეორეს შემაყ ისრაელ ადონაი ელოენუ ადონაი ეხად ეშნო ამ ეხად შენ გიბზანდები მეფე ტახზე ჯიხარბადი სემულო ახაშვეროშ მაგრამ იმისი მეტი ჯერათ მაღალ ღმერთისა
რომელ ღმერთსაც თვალით ვერ ხედავ, ის ხედავს. შენ თვალით ხედავ. ისინიც ხედავენ, შენი შიში არ აქვე. ეშნო ყამ ეხად, იმ ეხად ეკუთვნიან, იმ გამჩენებს სახურებიან. მე ფუზარ, მე ფორად, ვენაყამი. მაგერი არის გათქვეფილი არეული ყველა ერებში. კუნძულზე მიწაზე, სადაც ადამიანი ცხოვრობს, ყველგან არიან, მოდებული არიან. მაგრამ ხალხში გათქვეფილი არ არიან. ჩვენსაც არ ჭამენ. ჩვენ ღვინოს არ კიდებენ ხელს. ჩვენ არ გვემსახურებიან. ყველაფერნაირად მეფურად. მეფუზარი კი არის. მაგრამ მეფურადი არის. ამნაირი გინახიაო, კაცო. ყველგან გარეულები არიან, მაგრამაო, მაინც გამოყოფილი არიანო. გამჩენსახურებიანო. და ამერზეო, თუ ამცემო, იქათებლე აბედა. დაიწეროსო, რომ დაიგარგოს ეს სერიოდა. ჩემზე იყოსო, თუ რამე ამადანაო კარგა, ხო იცი? შემოსავალი მისი მიარნონიოთი, გადასახდელები წყლის გადასახადი თუ მოკალაკეს, გადასახადი. ბიუჯეტი დააგდებათ რა. სახელმწიფო ზარალში მოვა. მაგ ზარალი ჩემზე იყოსო, გავაკეთე ანგარიში აგერავე ხლავეო. გავუკეთ ანგარიში. დაახლოებით რამდენი თითო ადამიანზე ხეშბონი გავუკეთა, ყველაფერი ჩააბარა, ყასერეთ ალაფი კიკარ, მე ვიძლები სახელმწიფოს ვაძლევოდა, ეს ხალხი მამყიდეო. და ისიც ერთმანეთზე უბედურები ყავდა გამჩენ ორივე. ამასაც აწყობდა, თუმცა სხვა მხარედან ამან არაშაყუნდოდა ამათი დაკარგვა ფიზიკურად ტანით. ახაშვეროშ არ აწყობდა ამათი რწმენა. და რადგანაც მოისმენა, ის ლაპარაკი მიყიდა. კი ბატონო, არ ჭირდა ხელი მისცა. ხოთომეტად ხაზგასმულად რო ვთქვა რა ბიაკოვი ხელა რო გეუნები. მეგება ხალხის მიმდენად ცნობილი არ არის. რატო ბემეთ ახაშვეროშს აწყობდა? რატო არ აწყობდა ამათ რწმენა? რა გაგებით? რას უშლიდა ხელ? შევალ, მე არ მქონდა დაგიგმილი. ოკეი, არ მქონდა დაგიგმილი. ესე იგი გემარაში რო წერებით და გეკითხებით რო ვწოდოთ. არის ხანახლა, არ შევალ, გემარაში რა წერია ფაშუტი არის, კემომაშალეთელ, ვეზე შეშლობო. ხო, არის ერთი ადამიანსაო, მიწა ქონდა ბევრიო. ბევრიო, აიყარა, ასე ეყარა გორები. მეორესაო გათხრილი ქონდა საღაცაო და მიწა აკლდაო და ამას აწყობდა ემიწა ამიდან ეღო და შეეყარა აქანაო და გემსო თავის ორმოებიო. ამას არ შევალ, მე შევალ, მეჩი. თუ რადგანაც შეკითხვა დაისვა, ესეც საინტერესო არის. სასწაულად საინტერესო არის. იმიტომ რომ ბემეთ რა აწყობდა, რა ინტერესებდა. რატო გემარაში ხო წერია რა ბიაკოვი გილაში. ახაშვეროში მელეხ ტიპეშია, ოლოია ტიპეში. ხო, მაგრამ არ გამოვიყონოთ ახლა ამდენად ტიპეშად რომ კაცი ასე თელ ცხოვრებას ყურებას ამან მიდი აძლევს და მიდი მიაწექი. ახაშვეროშმა როდის გააკეთა თავის პურმარილი. ხო, დაუწყდა. ბიშნა და შალოშ ლემოლხო. მესამე წელიწადი როცა გავიდა რაც რომ სკამზე იჯდა მაშინ დაიწყო პურმარილების გაშლა გადახვდაო ყასამიშტელე ხოლ სარავაყავადა მის მინისტრებ მის მონაებ ყაბადიმებ ელჩებ სახელმწიფოებში ვიწყად 127 სახელმწიფოზე მეფე ყველა კუთხედან ჩამოსული ხალხი ყავდა სტუმრები ლეხოლ სარავაყავადა ყველას გაუკეთა მესამე წელიწადზე რო ჯდები სკამზე მაშინ აკეთებ იქავე რო გააკეთე რო დაგნიშნე დაიდე გამჩენმა მოგცა ხელა პოსტი 127 სახელმწიფო ჩაგაბარა აკადოშ ბარუღომ დარიავეში სიძე კაცი ხარ ისტორიულად რო ვიცოდე დარიავეში მეფე რო იყო სპარსეთის იმის ქალიშვილი ყავდა მოყვალილი ცოლად შენ ხელმწიფედ ინიშნები გადაიყადე პურმარილი მაგრამ ახაშვეროშმა ანგარიში გააკეთა ებრაელების ეშინოდათ ყველას ანგარიში გააკეთა ისრაელის შვილებიო როდის გავიდნენ გალუჩიო ირმია უმძანაო 60 წელიწად იქნებით გალუჩიო აგერაო 67 წელიწადია გასულიო როცა 3 წელიწადი გავიდა დაინახა თავის ანგარიშით გამჩენმა საისრაელო არ დაიხსნა რა გააკეთა მოწმიდურმა გამოიტანა ბეთამიგდაშის ჭურჭელი გამოიტანა ბეთამიგდაშის დიდი სკამი შელომა მელეხის რომელზეც დაждდებოდა იმ ხელა მეფე შელომა რამ ხელა სკამი იყო სასწაულად აწყობილი აგებული ამას ვერ გაიგებს ვერავის ჭკუა დაყათი თუ არა და შელომომ თუ არ გააკეთა დღევანდელ ტექნოლოგიით დაუკვირდი რასაც ვამბობ მაგრამ ნახე წაიკითხეთ ფეხ დააბიჯებდა შელომო პირველ საფეხურზე ლომი მოწყდებოდა ადგილიდან ლომი მოვიდოდა და შალომღალე ხემეტყოდა მეორეზე ავიდოდა კიბეზე არწივი ჩამოფრინდებოდა ეს როგორ აი რა ტექნოლოგია სასწაული ჭკუა დაყათი თქონდა ისტორიაში ბევრმა მოინდომა მე დაჯდობა და ვერანი დაჯდა რო ავიდა თარგუმშენი წერავს ახაშვეროშმა მოინდომა დაჯდობა რო ავიდაო ლომაო ციხლი მიარტყაო და დაკოჭლდა
ამიტომ წერია ხეშივთო. ალქისემ ამ როცა ვითამციჯდა მის ხამზე ვითამც. ესე როცა დაკოჭლდა, უკვე ხალხმა არ ნახოსო კოჭლი რო ვარო და ყველაფერი ძალა მოიკრიფა, გმირობა, გირო. წავიდა, დაჯდა მაინც დაჯდა. ამით ამტკიცა ყველას მე ვარაც ვარო. თუმცა 3 წელიწადი რო გავიდა, გააკეთა პურმარილი. რომელი დღე აირჩია, თუ იცით? რომელი დღე აირჩია, რო დაიწყო ხელმწიფობა? როშ ხოდეშ ნისანი. როშ ხოდეშ ნისანი. ყველა ერები ირჩევდნენ საერთოდ წლის მიხედვით. ის თავიანთი აღრიცხვა ჰქონდათ. ებრაელების რიცხვი აირჩია. პირველი თვე რო გამოვედით მიცრაიმიდან, ის თვე ამორჩეული. ხელმწიფებსაც ირჩევდნენ. ხელმწიფებ რო ებრაელები ირჩევდნენ. როგორც აგებარ ამას როშანაში. ვარი, დასაწყისში. ესე ეს დღე აირჩია და ამ დღეს მოინდომა დაჯდომა. ხა დააგიდე ხეშბონი. რამდენი ხანი ქონდა პურმარი 180 დღე? ჩვენ ებრაელები ცით. არის თვე, რომელიც 30 დღიანი, არის 29 დღიანი. რო გააკეთო ანგარიში, ზუსტად 177 დღე იყო 6 თვე. 3 დღე დაუმატე კიდე, მივედით გიმელ თიშრე. თიშრეს გიმელი რომ მოვიდა 3 რიცხვი თიშრეში, შემთელდა 180 დღე. რო გააკეთა პურმარი 180 დღიანი. და დალე თიშრეში, დალეთში გაუკეთა შუშანაბირის მაცხოვრებლებ პურმარილი 7 დღიანი. რომელი დღე იყო მე 7 დღე? ქიპურის დღე. ესე იგი, ბრძანებს გემარა ქიპური და შაბათი იყო. იწელიწადიო. რამდენხელა აზრი არის ამ ამბავში. ესე ამას რა უნდოდა? გადავჩეხან საისრაელოსაო. ეს იყო თელი გეგმა. შელომოს სკამზე დაჯდა. ებრაელების აღრიცხვით აირჩია თავისთავი იმ რიცხვში. გალუთ ბაბელის ანგარიში თავის გაგებით 60 წელიწადი გავიდა უკვე მეფე ვიქნები და ამ სკამზე დავრჩებიო. მე აღარავინ ჩამამაგდებსო. ქიპურის დღეს ებრაელები აჭმეპურსაო. რა მოხდა ნაბაროთ? თელი 180 დღე ებრაელები ვინც იყვნენ ჭამდნენ ამ მოთაყოლამთან. ქიპურის დღეზე ჩვენმა მამაპაპამ ირაშაყებაც, იცოდილიანებაც ყველა ცისიტებით ლოცვებში წავიდნენ და ლოცვა დაიწყნენ გამჩენთან. იმ წუთშივე გადაწყდა კადოშ ბაროხოვსთან. სელახლანუ აბინუ კიხატანუ. საწყლები. შენიტმეუბნა მახალი გამჩენო, ჩვენო მამაო, რო შემოგწოდეთო. აპატია გამჩენმა საისრაელოს. მაინც იყო მიდათადინი და გეზერა მაინც გადაწყდა. რო ეჭამათ იმ ქიპურში ბარბინან. გამჩენმა გადავხარჩინა. ესე ისრაელის შვილის გული მაინც ისრაელი არის. ბოლოს გამოიღვიძა. მაინც გამოიღვიძა ბიჭო. ხლა ამხელა ამბავი ხდება. ამხელა გეზერა იწერება. ამან მიყიდა ჩაბარა, გეზერა მიდის უკვე. თელი ყველაფერი გეგმა რაზე იყო რა ბიაკოვ, რომ ბეთამიგდაში და ისე იშვილი არ დაბრუნებულიყო თავის ღირსებას. ეს იყო თელი ახაშოროს ანგარიში. რაც ნებუხადნეცერმა გააკეთა. ზუსტად იმის დაგრევა იყო, ამის გაგზელება იყო. მე დავრჩები და დამთავრდა. ჩამბარდება თელი ისტორია. ეს არის თელი მისი кейფი და თელი მისი ყველაფერი. ამიტომ წერა შენი თორა ის იუდია ბეშუშანა ბირა. ერთი კაცი კი არისო. რატო წერია ის იუდი მარტო ერთი იყო იუდი? მარტო ერთი ყავდა იუდი. მაგრამ ვიზე წერია თორაში დაუკვირდი სიტყვას ბეთლეხემ იუდა. იუდაზე წერია. ბეთლეხემ იუდა. ესე იგი წისკვილის მოწყობილობა პურის სასახლე ქონდა გახსნილი იუდას. რა, ჩვენი მამაპაპა საქმე არ ქონდათ? მაგრამ იუდამ იოსების გაყიდვის შემდეგ ოჯახ მოწყდა ძმებს. წავიდა უმოთაყოლამ საცხოვრებლად. უმოთაყოლამის პური კი არ უჭამია. გახსნა თავის პური, თავის მაფია, თავის საცხობელი ადგილი. ამიტომ დაერქვა იმ ადგილ ბეთლეხემ იუდა. არ უჭამია უმოთაყოლამის, არ დაულევია უმოთაყოლამის. გალუჩი შეინახა დაიცვა. თუ იოსები მიცრაიმში ეგვიპტეში იყო გაყიდული და ინახავდა, იუდამაც, რომელიც იოსების გაყიდვაში მონაწილეობა მიიღო, თავის თავზე მიიღო. რა ბედი ეწევა ჩემ ძმას, მე არ ვიცი, მაგრამ იმიღია ჩემ თავზე. მე არ უჭამ არაფერს, ლეხემ ჭამდა, წყალს სვამდა, იესურიმში იყო. რატომ ამივიდა მხელა უბედურობაც მაგაიყიდა. ამ კაციდან გამოსული, ამ ხელა კაციდან იუდადან ზანდებოდა მორდეხაი. ამიტომ წერია ის იუდი აია ბეშუშანაბირა.
როგორც იეუდა მოთაყოლამის არაფერი არ აუღია ერთი იყო რომელიც არ იყო გარეული არასოდეს წმინდა ადამიანი ბრძანდებოდა მორდეხაი ვინ იყო მორდეხაიო ბენ იაირ ბენ შიმყი ბენ კიშ იშ იემინი ზანებს გემარა მასხედმე გილაში ვიციო მარტო მეოთხე თაობა იყო მაგეო მეოთხეო იემინიდან ზეგი შაულის მეტი мама მეტი შვილები არ ყავდა შაულსა მეტი გვარის შვილობა არ იყო დორები პაკალენიები გასულიო რატოა მარტო ეს აღნიშნული ეს არის მარტო დაწერილი ის იუდი იაირ შიმყი გემარა ბძანეს ეს მარტო მამები კი არ იყო ბენ კიშკენ მაგრამ გემარა ბძანეს ბენ იაირ ეს უბრალოდ შვილი კი არ იყო ეს კაცი იყო ცადიკიო მოთაყოლამის არ უჭამია მაგრამაო მეორე მხარედან კიდევო ეს კაცი ღირსეული თორით უშუქებდა თელსა ისრაელოსაო ცადიკი ეს ოტყოლა თორის ვწოდნე არა მარტო ცადიკი კარგია მაგრამ თუ არ იცი თორა ბევრი შეიძლება ცადიკიც არ იყო ველოყამა არის ხასიდ აია ბენ იაირ შვილი რომელიც უშუქებდა ნერვიც არ ქებოდა სანთელი ბენ იაირ ბენ შიმყი რა არისო ზანებს გემარა როცაო დადგებოდა ლოცვით გამჩენთანაო გამჩენი მის ლოცვას უსმენდაო იქანაწერი გემარაში მე რა გძელებს გემარა ბენ კიშ რა არისო კიში არის დარაკუნება როცა ურაკუნებდაო გამჩენსაო იმ წუთშივე პასუხობდა გამჩენიო იშიემინი შაულა მელეხის შამამავლობაო ხლა აქანა გასაკვირი არის კი ვთქვით გემარა ქრონოლოგიურად ასე წერია თვითონ მორდეხაი мама იაირი გამჩენ უშუქებდა თორით ისმენდა გამჩენი მის ნალოც არაკუნებდა იმ წუთშივე ისმენდა გამჩენი მაგრამ მითხარ რა განსხვავება არის ისმენდა გამჩენი მის ნალოც ბენ შიმყი მერე ბენ კიშ როცა არაკუნებდაო მაშინ ისმენდაო რატო გაიმეორა ორნაირად თორამ ეს სიტყვა მაგრამ რა არის ცადიკი მის ლოცვა გამჩენთან გემარა ბძანებს ბძანდებოდა ერთი რაბი შემუელი წვიმები არ ჩამოვიდა საისრაელოში გადაწყვიტა შემუელმა და წვიმა ვილოცოთო გამჩენთანაო მასხეთ თაღანიში უნდა იყოს 25%-ზე ილოცილობს ჯამაათი დაიწყე ლოცვა სანამ დაუწყიათ ლოცვა ამ ჯამაათ ჩამოვიდა წვიმა მოდიან რაბიო აღარ არის საჭირო მარხულობაო დავკეცოთ სეფერთო რა ყველაფერი წვიმა ჩამოვიდაო პაპა ცუდი ამბავი არისო რატო და იცი რას მიაგავს ესეო კაციო რომელიც ხელმწიფესთან არის მოსული რაღაცა უნდა რომ მოთხოვოსო და არ მანახოთ მაგისტავიო მამა შორეთო რაც უნდა მიეცითო და მამითი მოგიშოროთ გამჩენმა არ უნდა თქვენი ლოცვის მოსმენაო მეორეჯერ მოხდა კიდე მარხულობა კიდე გადაწყვეტა წვიმა არ იყო მარხულობა როგორც პირველად ლოცვილობდნენ თელი დღე ილოცენ და საღამოს მოდის წვიმა რაბიო წვიმა ჩამოვიდა გეგეხარდებაო არ მიხარიაო რატო და ესეც რას მიაგავსო კაცი ხელმწიფესთან მოდისო რაღაცას უნდა ელაპარაკოსო თხოვნა აქო რაღაცა სერიოზულიო და ხელმწიფე ბრძანებას რო გაცევსო დარჩესო გარეთაო არ მანახოთ მაგისპირიო სანამდე წელი დღე არ იწვალებსო მაქანაო და ესე იგი საწყალი დატევეთ მას მიაგდეთ გვერდზეო და ბოლოშიო რო დამამთავრებთ წელი დღის ხალხის მიღებას ყველაფერი მე შემოიყვანეთ ჩემთანაო თუ უნდა დალოცვისო ჩქარა ვერ მოგცაო ეკითხებიან შემუელ ვერ გავიგეთო პირველჯერ მოხდა მარხულობაო ჩქარა მოვიდა წვიმაო არ არის კარგიო ესეო გამჩენა ამითიო მოგიწილათო მეორეჯერ მოხდაო თელი დღე რო ცვილობთ არ არის კარგიო გამჩენაო გაჭაკმაგათო ასეო გაწვალათო ვერ გავიგეთ ჩვენეო ვერ გავიგეთო აბა რა არის კარგი შენ თვინაო და კარგი ლოცვა არისო როცა ლოცვილობდა მაშინ მოდის იმ წუთშივეო რო იტყვი მაში ვარ უახ შემოუბერავს კარი მორიდა გიშენ ჩამოვა წვიმა ესე გამჩენს გისმენს ტერემე ხალევან ხობა დევადა ამიტომ ბენიაირტო ბენ შიმყი გამჩენი უსმენდა მაგრამ ისე კი არ უსმენდაო რომ თელი დღე ელოცნა და საწყალი და დაიღალა და ყვები აღარ უარგა და პირი ჩამოვსვიდა წვერებს არ გაუთეთდა ასე არა ელიღეზეთ რო წერია ტერემა ხალე იქავე თენზუჩივე რო წერღეზერმა დაიზარბეზაიზა ხელღეზერმა არ დამითორებიან ლოცვა თენზუჩივე გამზადა ვენერებკა თენზუჩ დამზადა გამჩენმო ესე ადამიანი გამჩენთან ის უნდა იყო მიკრული რომ ხელა ცადიკი ბრძანდებოდა მორდეხაი ლოცვილობდა იმ წუთშივე აძლევდა გამჩენი რატო წერავს თორა ბენ ემინი რა არის ემინი ესე უბრალოდ კი არა იუდა დანაც იყო ერთ ხარედანაო და მეორე ბინიამინსაც ეკუთვნოდაო რატო დაწერა თორა ესე რაში გვაინტერესებს დედიდან იუდა იყო და მამიდან ბინიამინი იყო მაგრამ ბინიამინი იყო რომელმაც შეცდა
შაულ ამელეხმა დიდი შეცდომა გააკეთა გაუშვა გამჩენმა საუმრად ყამალეკზე დაო შეცდა იმის მაგვირად ეხოცნა ყამალეკები აცოცხლა პირუტყვი ცხვარი ბევრი სული წამოიყოლია შაული როცა ხვდება შემუელს მოდის და უნდა შეხუტო შემუელი არ იკარებს შაულს მაფტირში ვკითხულობთ ეკითხება შაული შემუელს ბატონო წინას არ მეტყველო რატო არ მეკარებით უმეკოლა ცონა შერანოხი შომეა რა არისო ეს ხვისხვევი რაც მისმისო რატო აცოცხლე დატოვე ცოცხალი რამე ყამალეკიდან რატო არ შეაჩვინე თავიდან ბოლომდე ხოდა გავალე ვია ხარამთაეთემ შეაჩვინე ისინი არ დატევაც ადამიანი არც პირუტყვი არც დიდი არც პატარა რა პასუხი გაცა ეუნება შევიბრანეო იკითხება გამჩენო ხო გიბძანო კიო აკი მothiდება რაშე წამოვაყენებე გამჩენის ბძანებაო გამჩემა რა ბძანა გავაკეთეო იობი წერავს იველეთ ადამ თესალებ დარქო ვეალა შემიწაფლიბო ზოგჯერ ადამიანი კოჭლობას მოიგონებს კოჭლობას მოდი ერთიო კოჭლი კაცი რაფერი ვირის ერთი ვნახო და დაიწყებს კოჭლობას და ლოალეხემ ფეხი გადაურუნდა უცბად და მართა მოწყდა ფეხი მართა კოჭლი გახდა გამჩენო რატო დამართეო რა გინდა ბიზიაო მე მოვიგონეო მე გიმინდოდა შენ თვინაო მოიგონეო გინდოდაო და მოგივიდაო ზოგჯერ ადამიანი შეცდომას აკეთებს მაგრამ გამჩენა ბრალის რას აბრალებ გამჩენ იცოდე რომ შენი ბრალია რას ამბობს შემუელი ეუნება შაული შემუელი აქ იმოდება რა შენ იმის მაგივრად რომ შევცდი აშამნობა გადნუ ხატანო იმართლებს თავ არი გაიმართო თავი პირიქით მოდის მეო მართლა გამჩენს ზანება დავაყენეო რა არის პირო გამჩენს ზანება დავაყენეო გამჩენმა ხო გიბძანა შენეო შაულის შემდეგო დავიდი იქნება მეფეო იცოდეო აქ იმოთიდება რა შენ მე ამიტომ რაც ახლა მოხდა აქანაო ესე გამჩენ გადაწყვეტილი ქონიაო ესე გამჩენმა მამიხერხა მეო რო ასე მომხდარიყო მე არ მემეკლა ყამალეკებიო შავიჭრა გამჩენთანაო რო გამჩენის სიტყვა გამარდეს ბოლოს ჩემრელი გერარიო გამჩენ უნდა დასო აუგვირდი იველეთ ადამ თესალებ დარკო შეცდა ხო შაული შებეთ ბინიამინე კუთნოდა მოდის ის რომ ამოვალში რომ შესულა მოდის აგერ ისიემინი ეს ბინიამინიდან ამ ხელა კაცი მორდეხაია ცადიკი მამით ბინიამინიდან იყო მოდის და უგზანის ესტერა მალქას შენ თუ ეხლა არ გასწორებ ამ ამბავსაო შენ თუ ეხლა მამა შენის და პაპა შენის შეცდომას არ გასწორებო რომლიდანაც მეც მოვდივარ და შენც მოდიხარ შენ ახლა ჩემი ძმისშვილი ესტერი ძმისშვილი იყო მორდეხაისი შენ თუ ამას არ გამოასწორებო რევახ ვიაცალა იაყამოდლა იეუდი მიმაკომა ხერ გაფართოება და გადარჩენა ელი საისრაელო სხვა ადგილიდან შენ და მამა შენის ოჯახი დაიკარგებითო მეც დავიკარგები ისტორიაში დაიწერება რომ შაულმა და მისმა შამამავლობამ დამხო საისრაელო შესწირე თავი მე მეხმარე რომ ეს ყამალეკი რაც არ დავხოცეთ დროზე ხლა გაუსწოროთ ანგარიში ესტერა მალქა გამჩენმა აყოლა ხენვა ხესები შემოდის ახაშვეროშთან 3 დღის ნამარხულები ძალა არ ქონდა 3 ანგელოს გამოუგზანა გამჩენო დააყენენ ფეხზე როგორც არის მიდიკეცებოდა სულ იკეცებოდა შემოვიდა დაინახა ლოალეხემ ყაბოდაზარა ახაშვეროს ოჯახში ყაბოდაზარები იყო ელი და მაშინ წერტვა როახაკოდეში დაიწყო ტირილი ელი ლამაყაზართანი გამჩენო რატო მომატებეო სადარიო რატო რა მოხდაო რა გავაკეთე რა დავაშავეო რატო მიმატება როახაკოდაშმაო აგერ იესურიმშია თელი საისრაელო მიტოვებულია შენდანაო მე ვიყავი რომ ერთანაც მელაპარაკებოდი შენი რუახი ხანდახან მეცხადებოდა მეც მიმატევეო ელი ლამაყაზართა რატო მიატევე ჩემი ერი რატო მიატევე მე პირადად რატო მიმატევეო არ შევალ ფირუშე ბევრი არის ახანა ამიტომ არ მინდა რომ გავაგზელო ძალიან ბევრი დროც არ გვაქვს არ გაქვს ამიტომ ალახოთები რამოდენე ხოდა დავასურათებ ერთი სიტყვით და ვიტყვი რომ მოდი ალახოთები ბატონო რაბი ცნობილი არის ჩვენთვის რომ ფურუმის ძირითადი ეს ყველამ უნდა ვიცოდეთ. ჯერ ერთი შაბათ ზახორი. ამ ხელაბედნიერი შაბათი. ვიცით რომ ზახორის პარაშა არის თორიდან. თელი პარაშები რასაც ვკითხულობთ შაბათ. ეს არის შაბადილა, შაბათ მინხა. ეს მოშე რაბენუ გაათიკუნა. ყეზრა სოფერმა ორ შაბათი, ხუთ შაბათი როგორცა გემარა ბაბაკამაში. მაგრამ ერთი რომელიც რო გევალდებულება თორიდან ზახორ ეტაშერ ყასალე ხაყამალეკ ეს ყოველთვის ყოველ წელიწად ერთხელ ისრაელის შვილე ვალდებულებოდა გედეშალა სეფერ თორა სახალხო წეკითხა პარაშათ ზახორი ყამალეკის ამბავი დავალება გამჩენიდან მოსპეთ შამამავლობა ხსენება
ყამალეკის მითახა და შამაი. ამიტომ ეს პარაშა გვევალდებულება ყველას რომ დევესწროთ. სალოცავში. მამაკაცი, დედაკაცი, ყველა ვალდებული ვართ, გიზე მიდეორაითა, როცა თოსფოჩი მოვალინი, ბერახოჩი მე-13 ვეხენ, დებარი მიდუღიმ, გადაწყვეტილია და ასე ალახა. მეორე რომელიც რომ ყველას გვევალდებულება ეს არის მიკრა მეგილა. ვალდებულები ვართ მამაკაცები თუ დედაკაცები. ჩვენ მეგილის მოსმენა ყველას გვევალდებული მეგილის წაკითხვა. მახლოგეთია ფოსკიმებში, რიშონიმებში, ქალებს ევალდებულება მოსმენა თუ წაკითხვაც. არა გადაწყვეტილია როგორც რამბამა დაწერა. პირველ ფერეგზე მეგილის ალახოტებში და ასეა შულხან არუხში 699 თამზე. პირდაპირ რომ ვალდებული არიან წაკითხვაზეც. ესე იგი, ქალ ალახით თუ მის ოჯახში უნდა რომ წაიკითხოს ქმარისთვის, აუფლებაც აქვს რომ წაიკითხოს. ოჯახში. ხლა ვლაპარაკო რომ ხალხში, ოჯახში წაიკითხოს ქმარისთვის. ხდება რომ ქმარა შეუძლია რაღაცა და ქალ აქ ამის ცოდნა წაიკითხოს მეგილა დაიკავოს, წაუკითხოს ქმარ, შუმბაია მუთარ გერა მარანი წერას პირდაპირ ხაიავოთ ნაშიმ ბემიკრა მეგილა. სტაფ რეშ პეიტეთში არის პირდაპირ გადაწერა რამბამის აზრიდან გამოტანილი როგორც რამბამი წერამს, ფიქახაუ კატავ ბესტამ, მარანი წერამს ბესტამ, ზე ალახა. ამიტომ ეს არის ბარური. მაგრამ ახლა რა დაიწყოთ რომ ქალების ეს, მაგრამ ეთეთი აზრი რატომ აკითხულობენ? მე შემდეგ ცნიუტე ბევრ ამეები ხეთ. ამიტომ თორე ქალებ ჩვენი თორა კაცო, გამისმენ. ქალებმა უნდა იცოდეს, მე ვიტყვი ამას, ღიად ვიტყვი ძალიან. ჩვენ თორაში არსად ქალ სხვა ადგილი არ აქვს. ქალი თუ კაცი თორაში იცოდეთ ყველამ ერთი ლეველი. ერთი ადგილი, ერთი კაბოდი, პირიქით ბევრ ადგილებზე ქალ მეტი კაბოდი აქვს. და არ შევალ ახლა ქეთუბოძის დინებში, ვენაყეზერში, ვერაღაცებში, მაგრამ თუ ჩვენ ქალებ არ ვაძლევთ უფლებას, რომ ბევრ ამაში და ხაზანა თუ რაღაცად, იმიტომ კი არა რომ ქალ არ აქვს უფლება. იმიტომ რომ ცოტათი ჩვენ გვაქვს მინუსი მამაკაცები. დაუგვიდი რას ვამბობ? ეს მამაკაცის მინუსია. და ამი მამაკაცის მინუსებიდან ყველა მამსმენი და ნახველი გაიგებს რაზე ვლაპარაკობ. ამიდან გადაწყვიტენ რომ ქალმა თავის ადგილი კაბოდისთვინ, რომ შევინახოთ ქალის კაბოდი. და არა იმიტომ რომ ქალია ფასული კი არ არის. ხასვეშალო, ეს უნდა ვიცოდეთ ყველა. რომელიც გვევალდებულება კიდევ ამ ბედნიერ დღეში ეს არის როგორც თორა გვიწერავს მეგილაში, ერთი მეგილის საკითხვა და მოსმენა. მეორე ვალდებულები ვართ რომ გაუგზავნოთ მიშლოხმანოთი. ეს არის ვალდებულობა. ეს უნდა ვიცოდეთ სულამ. ვალდებულები ვართ რომ გამზადებული ორნაირი თავშილი, რაღაცა გაკეთებული საჭმელი. ანი თევზიარი, სილოტკა შეგიძლია, ნატეხი, ორი თავი ორ ადამიანს. უნდა მიცე მიშლოხმანოთ იშტერეყეო. გევალდებულება უნდა მიცე ადამიან გაუტანო, მეზობელი იქნება თუ ამხანაგი იქნება, ეს გულება ახლოებს, სიყვარულობას თესავს. ამიტომ იციან, კარზინგებით რო იარებიან და მიდიან და მოდიან და არეალა ლომიდის და რამბავია ბარუხაშემ, მადლობა გამჩენ. გვიხშიროს გამჩენ ასეთი ბედნიერი დღეები. ასე და ამგვარად ამ მიცვაზე ყველა ვალდებულია. თორიდან მიცვა რაც არის მიდრაბანან, ყველა ვალდებულია როგორც დეორაიტა. ასე აბელიც ვალდებული არის ჩვენი მინაგით, როგორც რამაწერამს. რაბი მოშე ისრაელიში. ჩვენ ბევრ ამაში აშკენაზების მინაგები გვაქვს, საქართველოს და რამოსულ ჯამაათ, რო ვიცოდეთ ეს. და არ წვიდავთ, არ ვამბობ, ხლა სეპარადები ვართ, აშკენაზები არ შევდივარ ამ ამბავში, ვაფშე არ ეხება. ხოლო მიღებული გვაქვს, რაც მიღებული გვაქვს მამა პაპიდან ვიცით რომ ამას ვაკეთებდით. ჩვენთან გამ აველიმ, გზან როგორც რამაწერამს თაფრეშ ცადიკვავზე, წერავს პირდაპირ რამა 696 თავზე შულხან არუხში, რომ აბელიც გზანის მიშლოხმანოთ. ხოლო აბელ არ უგზანით ჩვენ. აბელ არ ვარღებულობს ხენ. რატომ? რომ სიმხიარული არ შემოვიდეს რაღაცნაირად, აბელმა უნდა იგზნოს აბელობა, ხოლო აბელი ვალდებულია გაგზავნოს თვითონ, ეს მიცვა, პაპასაც ველაპარაკეთ, ასე არის ჩვენ მინაგი. ასე იყო, სადაც ამას ეძებოდნენ, სადაც აყენებდნენ წესიერად და ასე იყო. ასე და ამგვარად კიდევ ვალდებულები ვართ მათანოთ ლაივიონინ. რაღაცა საჩუქარი ცედაკა, აქედან მოდის მინაგი. ვინც რომ ხელხსნისო, ფურუმში ყველას აძლევენო. ხსნიან, მოდიან ბავშვები დიდი პატარა, რატო იციანე ბავშვებზე ფულის უკუჭავთ ჯიბეში, ვაძლევთ, ჩუქნით, ოჯახის წევრია თუ გარედან შემოსულია. მიშლოხმანოთ ერთი არის. მათანოთ ლაივიონინ. ვინ არის ბიონიმი? პატარები, ავიონინ. მამა, რომელიც თავის პატარა ბარტყებს შვილებს, აღრე, აჩუქებს თუ კიდევ გაჭირებულებ თუ აძლევ. ყველას დიდ ცედაკა არის, თუ აძლევ, ვისაც მართა ესაჭიროება. მე დავლოცავ, ამით დავასრულებდი. თორა წერავს ასე, კიმახო ემხე, ეძახერ ყამალეკი. ჩვენ ისტორიულად ყამალეკ ჯერე ვერ მოუვარეთ ჩვენმა ერმა.
კიდევ ჩვენ არ ვიცით ამ სეკრეტებში ვერ შევათ რატო დაგვავალა გამჩენას, მაგრამ დრო დადგება, ყოლავი რო გამოსტორდება, თორა ბძანებს საკადოშ ბარუხო. თქვენ გავალებთ რაც შეგიძლიათ. რასაც ვერ შეძლებთ, ჩემზე დატევეთო. აიგე? მაშიახი მობრძანდება ან რაფერწერია გემარაში, ან ისრაელის ყველა თეშუას დაბრუნებით, ან ცოდილიანებიც რო იყვნენ, მაინც მობრძანდება. კაი იქნება თქვენით რომ მოვიდესო, თუ არაო და მაინც მოგიბრძანდებათ რო იცოდეთო. კაი იქნება ყამალეკ თქვენ რომ მიხედოთო. თუ არ მიხედავთო, მე მივხედამო. რაფერწერია? ქიმახო, ემხე, ეთ ზეხერ ყამალეკ, მითახატა შამაი. ერთი წერია მახო თიმხე. ერთადი წერია ემხე. რა არის ემხე? გამჩენი ბრძანებს მე მოვლი მაგაცაო. ხა დაუკვირდეთ რომ ამ სიტყვაში ემხე გარემეზებულია ვინც ყამალეკი მოსპო. რაფერ? ალეფი ეს არის არონი. მემი მოშე. ხეთ ხურ. ეი აშემ. ყამალეკზე სამურად რო გავიდნენ, ვინ იყვნენ იქანა? მოშე რაბენუ ხელები აწია ლოცვილობდა, არონი ერთ მხარეზე იდგა, უმაგრებდა მოშეს ერთხელ, ხური მეორე მხარეზე იდგა, უმაგრებდა მოშეს ხელ. გამჩენი შეეწიათ მაღლიდან. ემხე. მეორეჯერ რო გავიდნენ საუბრად ყამალეკებზე, ვინ იყვნენ? ალეფია ესტერი. ეხლა რო გითხულობთ მეგილათ ესტერი. მემი არის მორდეხაი. ხეთ ვინ არის? ხარბონა. ანგელოს შემოვიდა მაღლიდან და დეხმარათ. ხარბონა როგორც არის გემარაში. ეი აკადოშ ბარუხუ მელეხ მალხია მელახიმ მანაც დეხმარათ. וגם ხარბონა ზახულათო. גם ხარბონა ზახულათო. მესამე დროში როცა მობრძანდება, მალე გვანახოს გამჩენ მაშველა. მაშინაც დატრიალდება ხელახლად ისტორია. ალეფი ვინ არის? ელიაუ ანაბი. მე მაშიახ ბენ დავიდ. ხეთ ნესიხე ადამ. გემარა ბძანებს მასხეთ სუგაში 52% უნდა იყოს. მაშიახი რომ მობძანდება მაგას მოყვებაო 8 ადამიანი ამორჩეული კაცობრიობიდან რაც ყველა მიარსებობს. მათ შორის წერია ადამარიშონ, აბრაამი, იცხაკი, იაკობი, თუ არ ვცდები, მერე მოდის იქანა მოშე, არონ, დავიდი, ასე რომ 7 წერია მოვლიან გამორჩეული ხალხი, ნაღები, ყოლმის ნაღები, გამოყვება მაშიახ. ესენიც მოვლიან და ეი ზანდება აკადოშ ბარუხო, ალეფი ელიაუ, მემი მაშიახი, ხეთ 8. ეს არის ნესიხე ადამ, გამორჩეულები, ეი აკადოშ ბარუხუ და აკადოშ ბარუხუ მოულის, ვინც რომ იყო და ვინც რომ არის წამამდგარი ჩვენზე. გამჩემ დავთხოვოთ. ისტორია ბრუნდება. ბევრი ისტორია გვაქვს, ჯობია გამჩემად და მოვაროს ჯობია. ხედავთ რა ამბავი ხდება. მთელი საისრაელო, რა ამბავში ვართ. შიგნიდან გინდა, გარედან გინდა. აგერ ამდენი მტერია ირგვლი, ვირგვლი. და რა გამოჩნდა დაყაში თუ მაყაში ვიღაცები არიან. ეხალხი კიდევ ხეცები, ლოალეხებ. ენ რეგა ბელოფეგა. მაგრამ ზანდება ერთი მაღალი ღმერთი. ეშნო ყამ ეხად. შენ თუ ეხად გამჩენის გჯერა, ისიც ამბობს, მე წავსო ეხადიო, ათა ეხად. ვეშიმხა ეხად. უმიქეყა მეხა ისრაელ გოი ეხად ბარეს. ვხენი რაცონ ვენომარ ამენ. ხაზაკ ბარუხ რაბი იაკობ, ეგე დროს მიხედით მოახერხეთ, შევეტიეთ კარგი რამეები, კიდე იყო ზოგიერთი რამეები, მაგრამ ლოალმან ისრაელის სხვადასხვა პროგრამებში, ჯამაათებში, რა თქმა უნდა, დამატებით მახაციტა შეგელი არ დაავიწყდეს ხალხს. რა თქმა უნდა, პურუმის წინ ჩვენი მინაგი აუკეროს ხოდეშიდან, და ასე შემდეგი და აკადოშ ბარუხუმ სწრაფად დაგვამალიანოს იოთხი ბოლო ემხე. ამენ. ჩვენ დღეებში ამ გვანახოს გამჩემა ამენ კეირაცონ ინიანოხი შოლეახ ლახემ ეთელიანავი ელიაონაბის კამდა რომ მაშმიაკ იესუღა. არა, ჯეპრიველი არის მაშმიაკ შალო. נכון? בין המשמיח ישוע אדם אומר לציון מלאך אלוקייך. נזכה כולנו, בראבלי שבת אבי, חיירו לוי, בראבלי פורומי, שמח לנו לכל בית ישראל, דבר סרורות עם סתקובת. ליהודים הייתה אורה ושמחה, וששון ויקר. כן יהי רצון ונאמר אמן. שבת שלום. ומבורך. מיר שבת וואלה סטרסה ישראל. חזק.